Სახით მამისათა და დისთან სულისაც მიდისათ. გილოცავთ ყველას ვინც რისი გახდა რომ სკოლის შემდეგ სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს სასწავლებელში ეს მეტყველს ჩვენ პერსპექტივა აზროვნებაზე და ჩვენ სურვილზე რომ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენი მოზარდი თაობის აღზრდაში. გილოცავთ რომ პედაგოგობა არის უდიდესი მეცნიერება. მეცნიერება ასაკის ბავშვის ფსიქოლოგიის. სკოლა არის საოცარი ინსტიტუტი, რომელშიც ბავშვი გადის სამ ასაკობრივ საფეხურს და თითოეულ საფეხურზე მისი ხასიათი იცვლება. და დიდი პასუხისმგებლობა პედაგოგისგან რომ გაითვალისწინოს ეს თავისებურება და ჩვენ ეხლა აღარ გვახსოვს პატარები რომ ვიყავით როგორ ვძელობდით. ერთ საპატიო თეატრში არის საშუალო სკოლები. ისეთი პროგრამით, რაც საჯარო სკოლა, მაგრამ მეტი ყურადღება ექცევა აღზრდას, ბავშვებს აღზრდას. და კურსდამთავრებულები მე-12 კლასის წავაკითხეთ მათ მიერ მე-6 კლასში დაწერილი თავის შეხედულება საკუთარ თავზე, გარემოსზე და თვითონ ეცინოდნენ რა როგორი ისე იგი მიამიტებდა უბრალოდ პატარები რომ ვიყავითო და უკვე მათ გადალახეს ახალი საფეხურზე გადავიდნენ და სხვანაირი ხედვა ჩამოუყალიბდათ. დარწმუნდით მე უმაღლეს სასწავლებლო დამთავრებენ და თავის საქმეებში დაიწყებენ მე უფრო მეტად, ანუ ადამიანს ვითარდება. და თქვენც ახლა ხართ იმ საფეხურს შედგით. ეხლა რომ იტვირთოთ ეს დიდი პასუხისმგებლობა ბავშვების აღზრდის. იმიტომ მარტო ცოდნა არ არის საკმარისი. ცოდნა კეთილი ადამიანის ხელში კეთილ ნაყოფს გამოიღებს და თუ იმ ადამიანს ცნობიერება არ გაულიაქვს, მაშინ ეს ცოდნა შეიძლება სასიკეთო თარიღში გამოყენებული. ერთ მეცნიერ ფიზიკოს სამეზობლო ცხოვრობდა ჩვენთან და საოცრად კამათობდა რელიგიაზე, ქრისტიანობაზე და ერთხელაც გამიზიარა რა მიმართულებით მუშაობს. თურმე ის მუშაობდა იმაზე რომ შეექმნა ისეთი დანადგარები, რომლებიც გავლენას მოახდენენ ადამიანის ფსიქიკაზე. და მე ვთქვი, შენ თუ ხვდები რას აკეთებ მეთქი რა? ანუ თქვენ გინდათ იბატონოთ ადამიანზე, მის აზროვნებაზე, მის ფსიქიკურ განწყობაზე, ეს ხო ატომური აღზე უარესია. იქ უბრალოდ კვდება ადამიანი, აქ მახინჯდება. თქვენ უკვეთავთ პროგრამას და ამ პროგრამას გინდა ცოცხალი რობოტები გაზარდოთ, ეგ მე არ მაინტერესებსო, მე ვარ მეცნიერი, ჩემთვის მეცნიერული აღმოჩენა თავარიაო. აი აქ არის სწორედ. ეს ადამიანი გაიზარდა ბოლშევიკური რეჟიმის დროს და მისთვის ადამიანის ღირებულება არაფერს წარმოადგენდა. ის ხო ინსტრუმენტი რაღაცის მიღწევისა. აი სწორედ დღეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეს ხელისუფლება და განათლებული ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა განთავისუფლდა ამ ბოლშევიკურ რეჟიმისგან და იმ გარდამავალი პერიოდის დიდი ქაოსისაც იყო ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ დღეს პასუხისმგებლობა ვიღეთ მომთაობის კეთილად აღზრდისათვის. ეროვნული გზნობით, კეთის ინტერესით, პატრიოტიზმით, ზნეობით და მე მინდა თქვენ სწორედ ეხლა გავგაცნოთ ქრისტიანული პედაგოგის საფუძველი ერთ-ორ ფრაზაში მაცხოვრმა გამოხატა, როდესაც მას მოუყვანეს მცირეწლოვანი ბავშვები დედებმა რომ დაელოცა და მოციქულები რომ ზარსული ადამიანები იყვნენ, ბავშვებს რა ესმითო და იმ დედებს რომ წაიყვანეთ და მაცხოვრმა
შერისხა ისინი და თქვა აწოდეთ ყველსა მაგას მოსვლად შემდა და მოაყენეთ მაგათ და თუ ეგ ვითართ არ სასופელიცათა და შეიტყობდა მათ იესო დააშლიდა მათ და ხელთან და აკურთხებდა მათ აი აღზრდა ამით იწყება სიყვარულით სითბოთი კეთილი განწყობით ამით იწყება აღზრდა ბავშვების იმ დაბალ საფეხურზე და შესაბამისად რომ აი ამ მაცხოვრის ერთი სიტყვების რომ ჩვენთვის ანდერძი ქრისტიანული აღზრდის ბავშვების აიწყო თვისახურება საგანგებო სასოწლის დაწყებისა და რას ვევედრებით ჩვენ ეკლესია რას ევედება უფალს რომ ამბობს ითხოვს ეკლესია ყოველთან მაძიებელთა სიბნისა შენისათა ასევე განუხენ გულნი გონებანი და პირნი მათნი რათა გარდამოავლინოს ღრმათა ზედა სული სიბრძნისა და მეცნიერებისა განუათლოს გულნი მათნი შეწყარებას მოძღვრებისა კეთილთა საქმეთასა გარე მიქცევთ ბოროტისაგან და ქმნათ კეთილისა და სული სასარგებლო სწავლისა რათა იქნენ სივრნითა სათნოებითა ცხოვრებითა კეთილდგომითა მოგეშათ და სიხაროთ მშობელთა თვისთა აი ეს არის ძირითადი გზავნილი ეკლესიისა ბავშვთა აღზრდის თაობაზე და როგორც გასვეთ ამ გზას დადექით ეს თქვენი არჩევანია და წარმატებს ვისურვ ჩვენ ეხლა მოკლედ ლოცვად მიმართოთ და დაგვიცოთ ყველა საერთოდ უნდა დავიდოთ სტუდენტის ბილეთები ეს არის საგზური თქვენი მომავალი განვითარების და სწავლის პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა ჩვენ მეუფეს იმისთვის რომ დღეს ეს დღე ასე ერთად ვართ და კი აღვნიშნე პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტებთან არის ეს ტრადიცია როდესაც გადაეცემათ პირველ კურსელებს სტუდენტის ბილეთები ფათაშორის მეუფე გელათის აკადემიის პრეზიდენტი ბრძანდება საპატრიარქოსთან განათლების ცენტრის ხელმძღვანელია და ჩვენ მეუფეს ამხრივ ძალიან დიდი გამოცდილებაც აქვს და ძალიან დიდ და ბევრ საქმეებს აკეთებს და ეს არის ბედნიერება მე თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გილოცავ სტუდენტობას მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა თქვენგანი მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის რომ ცოდნა ჯერ მიიღოთ და მე ცოდნა გასცეთ ისე რომ ამ ცოდნით მიღებული მდგომარეობა იყოს თქვენი წარმართველი მართალ გზაზე მეუფემ რაც ბრძანა იმასთან საეროს დაკავშირებით ვიტყვი როგორ არის მაგრამ რადგანაც კაცნი ქვია წუთი სოფლისა უნდაც კიდევაც მივდიოთ მას გვესმას მშობლისა არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოსო და ისურვებთ რომ თქვენ ამისთვის იზრუნოთ ყოველთვის
მა